ჩვენ რაღაცაზე ვისაუბრებთ, მე თქვენ შეკითხვებს ვნახავთ. მე ფილმი ვნახოთ მამა პარიზის შესახებ, რასაც უყურებთ ხოლმე და ბოლოს თქვენ იცით რომ წინა 2 კვირა საავდგომო შეჯიბრება მიმდინარეობდა და ამ შეჯიბრებაში გამარჯვებული გუნდები გამოვაცხადოთ. აი ესეთი იქნება დღევანდელი ჩვენი მიმდინარეობა. პირველ რიგში მოდი ვთქვათ რომ ზოგჯერ მოხდება ისე რომ ადამიანი რაღაცის გამო იმედს დაკარგავს. და შეიძლება რაღაცა კიდევაც უჭირდეს კაცს, მაგრამ უიმედობა აი ამ გასაჭირს გაუსაძლის ხდის ხოლმე. ანუ გაუსაძლისი ხდება იმიტომ კი არა რაღაცა გაუჭირდა. იმიტომ რომ აი ამ გასაჭირის გამო იმედი დაკარგა. გესმით, იმედი რომ დაკარგა ამიტომ. და თუმცა ეხლა მე აი რომ მოდიან ხოლმე ბავშვები ესეთ შეკითხვას სამსხომ. დავუშვათ აი ეს ტელევიზორი ვინც გამოიგონა და ვინც ააწყო. დავუშვათ კონკრეტულად აი ეს. ამ ტელევიზორს რამე რომ გაუფუჭდეს. მე ვერ გავუგებ თავსადაბოლოს ხო მართალია. მე რა ვიცი ახლა შიგნით რა არის და რა გაუფუჭდა. მაგრამ ვინც ეს ააწყო, აი ყველაფერი რო იცის სად რა აქვს. მისთვისაც გაუგებარი იქნება რა გაუფუჭდა? არ იქნება. ანუ ჩემთვის გაუგებარია. მე ჩავთვლი რომ მორჩა, ეს ვეღარ გაკეთდება, გამოუვალი მდგომარეობა. მაგრამ მისთვის ვინც ეს გააკეთა, ამ ტელევიზორთან მიმართებაში გამოუვალი მდგომარეობა იქნება რამე? არ იქნება. ყველაფერი იცის, მან გააკეთა და როგორ ეხლა რატო ვამბობ ამას? თუ ჩემთვის გამოუვალი მდგომარეობა აღარ ჩიხში შევედი, ვეღარაფერს ვიგებ ამ ტელევიზორის მიმართებაში. ესე იგი რა გამოდის? მე იმ ადამიანთან არ მაქვს ურთიერთობა, ვინც ამის შესახებ ზედმიწევნით ყველაფერი იცის, ხო მართალია? ესე იგი მე მას დავშოთ, ის რო ჩემი მეგობარი იყოს. დავუშვათ აი ეს ცუნცულა რო იყოს. ეს პატარა ჯერ არის ცმა. დავუშვათ ეს გაიზარდა და ამან გამოიგონა ეს ამბები. ამისთვის გამოუვალი მდგომარეობა არის. ესე იგი მე და ლიზა თუ მეგობრები ვართ, არც ჩემთვის არ არის, ხო მართალია? ეხლა დავძანდი, ეხლა რატო ვამბობ ამას? ამ წუთის სოფელში ზოგჯერ ჩვენ აღმოჩნდებით რთულ სიტუაციაში და გგონია რომ იქიდან გამოსავალი არ არის. ეს სამყარო ვინ შექმნა? ღმერთმა შექმნა. და ღმერთმა რომ ეს სამყარო შექმნა, ისევე როგორც ვიღაცამ ეს ტელევიზორი შექმნა. ღმერთისთვის ამ სამყაროში გამოუვალი მდგომარეობა იქნება რამე? მე არ ამგონია. მე არ ამგონია ვამბობ დაიჭრებული ადამიანისთვის. მე არ ამგონია რომ იყოს, იმიტომ რომ მან შექმნა და როგორ თვითონ ვერ გაუგო ვერაფერი თავის შექმნის სამყაროს. და ჩვენ როდის ვართ გამოუვალ მდგომარეობაში? როცა მასთან ურთიერთობას ვწყვეტ. როდესაც ჩვენ მასთან არ მეგობრობთ. როდესაც ჩვენ მას ვშორდებით. თუ ადამიანს ღმერთთან მჭიდრო კავშირი აქვს, არც მისთვის არ იქნება გამოუვალი მდგომარეობა. აი მაგალითად მე პატარაობაში, როდესაც მშობლები წამიყვანდნენ ხოლმე სადმე ბაზრობაზე თუ სადმე აი დავუშვათ, ჩვენ გორში ვცხოვრობდი თავიდან სოფელში, მერე გორში. თბილისში წაგვიყვანდნენ ხოლმე, აი დავუშვათ სასკოლოდ რაღაცეები უნდა ეყიდათ, ხო? ტანის ამოსით თუ რა, სადმე ხო უცხო ქალაქში. აი კიდე კარგი მომეხმარე. დავუშვათ იქ ხალხმრავლობაში მე თუ მშობელზე ხელი გამეშვებოდა, ხო დავიბნეოდი, აი ვერ გავიგებდი სად რა არის, როგორ სად ვარ საერთოდ. და თუ მშობელზე ხელი მეკიდა, მე არ ფიქრობდი იმაზე სად ვიყავი. მე ვფიქრობდი იმაზე მარტო, აბა როგორი სათამაშოები დამეთვალიერებინა თუ რაღაცა ამდაგვარი. მაგრამ თუ ხელი გამეშვებოდა და იმ ხალხმრავალ ადგილზე მარტო აღმოჩნდებოდი, მე უკვე სათამაშოების თვალიერებას ვეღარ დავიწყებდი. არამედ დავიწყებდი იმაზე ფიქრს, სახში როგორ დავბრუნდა. დედა როგორ ვიპოვო, მამა როგორ ვიპოვო, რატო ვამბობ ახლა ამას? ანუ დავიბნეოდი. ჩვენ როდესაც ამ წუთის სოფელში ღმერთზე გვეშვება ხელი, აი ესე ვიბნევით. გვეშინია რაღაცეების, ვერ ვიგებთ გამოსავალი სად შეიძლება იყოს, გესმით და
ეს არის აი ჩვენ როდესაც რაღაცა გგონია რომ გამოვალ მდგომარეობაში ვართ, ეგ არის ნიშანი რომ სადღაც ღმერთს დავშორდით. ეხლა ერთი ამბავი მინდა მოგიბეთ. აი წარმოიდგინეთ რომ ეს არის ტბა. წარმოიდგინეთ რომ დიდი ტბა არის ეს. ამ ტბაში ეს ნამდვილი ამბავი ახლა რასაც ყვები. ამ ტბაში ასეთი რამ ხდებოდა. ყოველწლიურად ამ წელიწადში ერთხელ ანგელოზი ჩადიოდა ამ ტბაში და ამღვრევდა. და აი ამ ამღვრეულ წყალში ვინც პირველი ჩავიდოდა ავადმყოფი ის განიკურნებოდა ხოლმე. როგორი სნეულებაც არ უნდა ყოფილიყო. ეხლა ბუნებრივია რომ ასეთი ტბის გარშემო რამდენი ავადმყოფი იქნებოდა, არა წარმოიდგინეთ რომ ესენი არიან ავადმყოფები. ელოდებიან როდის აიმღვრეო რომ პირველი ის ჩავიდეს. მხოლოდ ერთი იკურნებოდა. მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე მიდის ამ ტბასთან და ნახულობს ადამიანს, რომელსაც 38 წელი აქვს გატარებული ავადმყოფობაში. და ეს როგორი ავადმყოფობა იცით? იქ ახლა ზოგი ბრმა არის, ზოგი კოჭლია, ერთი ფეხით კოჭლობს, ზოგს ხელის ტკივა, ზოგს თავის ტკივა, ზოგს რაღაც. მაგრამ აი ეს ადამიანი 38 წელი რო იყო, ხელებს და ფეხებს ვერ ამოძრავებდა. ეხლა წარმოიდგინეთ. აი აქ რო წევს ტბასთან რო წევს და დაუშვათ დაინახა რომ წყალი ამღვრია ანგელოზმა, ხო უნდა ჩავიდეს, მაგრამ როგორ ჩავა? ვერ მოძრაობს, აი ძლივს დაბობღავს როგორც ითქვა. უნდა მიეხმაროს ვიღაც და მაცხოვარი მივიდა და ეკითხება რომ გინდა რომ განიკურნოო? და ეს კაცი ეუბნება, ბატონო, ანუ უფალო, ძველ ქართულად უფალი ბატონოს. უფალო, მეო არავინ არ მყავსო. რომ ეს წყალი რო აიმღვრეო, მიმიყვანოს და ჩამაგდოს. სანამ ჩავდივარო, სხვები ჩადიან და იკურნებიან და წელიწადში ერთხელ ხდება და მარტო ერთი იკურნება. მაგრამ მე რა მაინტერესებს იცი, აი ამ კაცის გონებაში რა ხდება. დაუშვათ ერთ წელს რომ მოვიდა, აი ერთ დათმობა კი არა, ვერ ასწრებს რომ ჩავიდეს. თორე განა არ უნდა რომ ჩავიდე. მაგრამ მე იცი რას ვამბობ, ბავშვებო, იცი რას ვამბობ? რა აზრი მიტრიალებს გონებაში. დაუშვათ ერთი წლის ავადმყოფი როცა იყო და მოვიდა და რო შეხედა რომ ამას ვიღაც ყავს ჩაიყვანა და ეს განიკურნა, იმას ვიღაც ყავს ამას. ხო და არავინ არ ეხმარება, გესმის და 38 ჯერ რომ მაინც მივიდა. ხო, რაღაცა იმედს მიყავს. ლოგიკურად, ადამიანურად რო იმსჯელო, ამ კაცს იმედი არ უნდა ქონდეს. მაგრამ იმედიც სწორედ ის არის, სადაც რომ ვერ წარმოგიდგენია რომ გამოვა ეგ საქმე და იქ რომ გამოვა. აი ეგ არის იმედი. იმიტომ რომ ამხელა ღმერთი, სამყაროს შემოქმედი ღმერთი. აი ამ პატარა თავში ხო ვერ ჩაეტევა, ამ პატარაშიც ხო ვერ ჩაეტევა. ხო ვერ ჩაეტევა. ხო და ესე იგი რატო ვამბობ? ჩვენ რო ვფიქრობთ რომ ლოგიკურად საიდანღაც გამოსავალი აღარ არსებობს და ხშირად ადამიანები მერე ფიქრობენ რაღაცა ცუდზე რომ თავის თავს ავნოს რაღაცა. რა გამოდის? ესე იგი ღმერთი ვფიქრობთ რომ ჩვენს თავზე პატარაა რომ რასაც მე ვფიქრობ, ისიც იმაზე მეტს ვერ იაზრებს და ვერ ფიქრობს. იმიტომ ამბობ რომ ჩვენ ყოველთვის იმედიანად უნდა ვიყოთ. და უფალმა რა უთხრა, ნახეთ. ადექიო, აიღე შენი სარეცელი და წადიო. ანუ უფალს არ ჭირდება რომ ამღვრეულ ტბაში ჩაგიყვანოს და ანგელოზმა ერთი სიტყვა თქვა და მორჩა. ანუ სხვა გზა გამოუნახა. ეს ხო ვერ წარმოიდგენდა სხვა გზას, ასეთ გზას ხო ვერ წარმოიდგენდა, ამან იცოდა რომ ეს მოცემულობა არსებობს, ტბაში ჩავა, განიკურნება, ტბაში ვერ ჩადის, იმიტომ რომ არავინ არ ყავს. სხვა ამაზე ადრე ჩაყავთ და ის იკურნება. მაგრამ უფალმა ისეთი გზა აჩვენა, რაზეც თვითონ საერთოდ წარმოდგენა არ ქონდა. რატო ვამბობ? ჩვენ ზოგჯერ როდესაც ფიქრობთ რომ მორჩა გამოსავალი იმის იქით არ არის, უნდა ერთი კითხვის ნიშანი, აი ამ კითხვის ნიშანს ძალიან კარგად დააკვირდით. ერთი კითხვის ნიშანი ყოველთვის უნდა დატოვოთ. იქნება რაღაცას მე ვერ ხვდები და იმის იქითაც არსებობს აზროვნება და გონება და სამყარო, გესმით? და იმის იქით იცი რამდენი გამოსავალი არსებობს? ჩვენ 8 მილიარდი ადამიანი ვართ დღეს. აი ამ 8 მილიარდი კაცის გონება ყველასი
ერთმა შექმნა, ანუ ღმერთმა, გესმით? რასაც 8 მილიარდი კაცი მოიფიქრებს, იმაზე გაცილებით და შეუდარებლად მეც მოიფიქრებს ის, ვის იმედით ჩვენ უნდა გქონდეს. ამიტომ აი, როდესაც ჩვენ სადღაც გამოსავალს ვერ პოვლობთ, უნდა დავფიქრდეთ, რომ იქნება მე ღმერთს ვეღარ ვხედავ და ამიტომ. ეხლა მაგალითად, ხო არც ერთი დღე არ არსებობს, რომ მზე არ ამოვიდეს. ნუ ესეც პირობითად ვამბობთ, რომ მზე ამოდის, თორემ მზე არც საიდან არ ამოდის და არც არსად არ ჩადის. ხო, ის იქ არის, სადაც უნდა იყოს და დედამიწა ბრუნავს მის გარშემო და თავისი ღერძის გარშემო და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მზე ამოვიდა. მაგრამ რას ვამბობ, ნახეთ, მზე ხო ყოველ დღე არის იქ, სადაც ჩვენ ვართ. მაგრამ ზოგჯერ არ ჩანს. ღრუბლები ეფარება, ხო არ ჩანს. მაგრამ ზოგჯერ ძალიან კარგად ჩანს. მაშინ, როდესაც ღრუბლები ეფარება, ჩვენ ხო ვერ ვიტყვით, რომ მზე აღარ არსებობს. მზე ხო მაშინაც არსებობს. აი ესევეა იმედიც, ესევეა ღმერთიც. იმიტომ, როდესაც არის ღმერთი, ყოველთვის არის იმედი. თავარია, რომ ჩვენ მასთან ურთიერთობა არ გავწყვიტოთ. მოდი, შენ დაჯექი. მე ერთი ამბავი მინდა გაგახსენოთ. თქვენ ეს იცით, მაგრამ ვიღაც შეიძლება პირველად არის და ამიტომ მინდა გაგახსენოთ. ერთ კაცს, მოდი შენ ეგრე ნოივლე. დაჯექი იქ დაჯექი. დაჯექი მანდ. ერთ კაცს ყავდა სახედარი, ვირი. ხო იცით ვირი. და ეს ვირი ჩაუვარდა ჭაში. დამშრალი ჭა იყო, მოკლედ, იქ წყალი აღარ იყო, მაგრამ ჩაუვარდა და ძალიან ღრმა არის ახლა ეს ჭა. ეხლა ფიქრობს, რა ხან რა ეცა და ხან თოკი ჩაუგდა, ხა ისიც რა ხერს მოკიდებდა და ამოვიდოდა თუ რა იქნა. მოკლედ 1000-ნაირი ხერხის ცადა და ვეღარ ამოყავს ეს სახედარი. ბოლოს გადაწყვიტა, რომ მოდიო, მაინც უკვე ბებერი იყო ეს სახედარიო. და მოდიო დავმარხოთო ბარემ. დავმარხოთო, ეს ჭაც ამოვავსოთო, რომ კიდე აღარავინ ჩავარდესო და აიღო ნიჩაბი და აყრის ზემოდან მიწას. და მაშინ, როდესაც უკვე ეგონა, რომ ჭა ამოვავსო, ეს სახედარი ამოხდა ჭიდან. სინამდვილეში რა მოხდა? რაც ამ კაცმა ვერ მოიფიქრა, აი ამ სახედარმა მოიფიქრა. რა მოიფიქრა ეხლა? როდესაც ეს ბელტებს აყრიდა ზემოდან მიწას, ამ ვირს ხო ეყრებოდა ზურგზე, გადაიბერტყავდა, ფეხით დგებოდა, ტკეპნიდა და ნელ-ნელა ამოვიდა და ამოხდა. და იქ, სადაც სახედარი ჩვენზე მეც ფიქრობს, რაღაც მომენტში, როგორ ამ სამყაროს შემოქმედი ვერ მოიფიქრებს იმას, ჩვენ რო გონია, რომ გამოსავალი არ არსებობს. და თითოეული განსაცდელი, როდესაც მოდის, თუ ადამიანი ასე დახვდება, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით ამაღლდეს ზემოთ და სწორად გამოიყენებს აი ამ საკუთარ თავზე მოწეულ ჭირს, ავადმყოფობას თუ რაღაც უსიამოვნო შემთხვევას, ის კიდევ უფრო მეტად ამაღლდება. და ეხლა მაგალითისთვის ვიტყვი, ეგ სახედარი რომ სხვა ჭაში ჩავარდნილიყო, შეეშინდებოდა? აღარ შეეშინდა, იმიტომ ეცოდინებოდა, რომ თუ კი იქიდან ამოვიდა, ამოვა სხვა ჭიდანაც და მოციქული პავლე ამას ამბობს, რომ სხვა ჭიდანაც ამოვა და ჭირი შეიქმს მოთმინებასა. ჭირი მოთმინებას გასწავლის. მოთმინება გამოცდილებას, ანუ გამოცდილება ნიშნავს ერთხელ გაგიმართლა რა, ერთხელ გამოხვედი რთული მდგომარეობიდან ორჯერ სამჯერ და ეს გამოცდილება უკვე იმედს ბადებს, იმედი, რომ ისიც დაიძლევა. და ესე თუ შეხედავს ადამიანი, აღმოაჩენს, რომ ჩვენ განსაცდელები გვასწავლიან იმას, როგორ უნდა იყო ადამიანი იმედიანად. იმიტომ ამბობ, რომ აი ჩვენ ახლა ვინც ამას ვისმენთ და არანაირი განსაცდელი არ გვაქვს, ეს ჩვენთვის შეიძლება დღეს სულაც არაფერს არ ნიშნავს. მაგრამ აი სადაც გაგვიჭირდება, იქ უნდა გავიხსენოთ ეს ამბავი. აი ამ განრღვეული კაცის ამბავი, რომელიც ვერ იკურნებოდა. რომ სადღაც დატოვა კითხვის ნიშანი, იმის იქით რაღაც არსებობს, რაც მე არ ვიცი. იმ სახედრის ამბავი გაიხსენო, რომ ესე იგი თითქოს გამოუვალია მდგომარეობა, მაგრამ მაინც გამოსავალი მოიძებნა და აღმოაჩინა, რომ ყოველთვის შეგიძლია რომ იმედიანად იყო.
ისე რომ იმედი არასოდეს არ უნდა დაკარგო. ღმერთი ყველაფერს ხედავს ჩვენს შესახებ. და ზოგჯერ რაღაცა განსაცდელი მოდის იმისათვის, რომ შენ დაინახო შენი უძლურება, ადამიანური უძლურება და ღმერთი რომ აღმოაჩინო, ესე იგი, რომ ღმერთია შენი შემწე და არა შენი საკუთარი თავისთვის. ერთი ამბავიც მინდა გაგახსენოთ. მოდი უფრო თქვენ გამახსენეთ. მოდი შენ როგორც შევთანხმდით დედასთან გაიქცე. თორე აქ მოკლედ ჩართახდება. მატარებლით რო დაყავდა მამას შვილი, ხო გახსოვთ? არ გახსოვთ? გახსოვს? მერე? მზეს რო ხედავდა? უკან ხეები რო უკან მიდიოდნენ? ხო, ეგ კიდე სხვა ამბავი. აი ჯიბეში რო ჩაუდო, ფურცელი რო ჩაუდო, გახსოვთ? რო გაგიჭირდებაო, წაიკითხევა. გახსოვს? მოგვიყვები? მოდი მოგვიყევ. თუ გახსოვს. მოდი. შენ უფრო მოგისმენენ, მოდი. რაც გახსოვს ის მოგიყვები. მე ჩვენ დავამატოთ. იყო და არა იყო რა? ცოტა ახლოს მიიტანა. იყო და არა იყო რა? იყო ერთი ბიჭი, რომელსაც მამა ყოველთვის გზავნიდა ხოლმე მატარებლით. და ერთხელ ეს ბიჭი წავიდა მარტო და მამამ ჩაუდა წერილი ფურცელი ჯიბეში და იმ წერილში ეწერა და უთხრა რომ როცა გაგიჭირდება მაშინ წაიკითხე. ინაღამ დააბეზღა. როცა გაგიჭირდება მაშინ წაიკითხეო. ამ ბიჭს ეგონა რომ უკვე დიდი ბიჭი ვარ, არა? მარტოც ვიმგზავრებ. მერე? და როდესაც მენდოდა რომ შემდეგ წაიკითხე ეს წერილი გზაში და უთხრა რომ ამ წერილში ეწერა რომ მე შენს უკანა ბაქანში ვარო. ვაგონში ვარო. და ანუ იქ სადაც ამ ბიჭს შეეშინდა რომ მე მარტო ვარ და რაღა მეშველებაო, მამამ უთხრა რომ ამ წერილში ეწერა რომ მე ბოლო ვაგონში ვზივარ, ანუ მე კი არ და მარტო კი არ გამიშვიხარ. ნუ გეშინია მეც აქ ვარ. ეხლა ჩვენც ეგრე ვარ, ზოგჯერ ჩვენ გვავიწყდება რომ ღმერთი ჩვენთან არის და გონია რომ მარტო ვართ, მაგრამ მარტო ადამიანი არასოდეს არ არის. დავძან. ნახოთ აბა თქვენი რამოდენიმე შეკითხვა. და ხან დაჯექი და დაგიძახ. აუცილებელია რომ მამაოს დიდი წვერი კონდესო? აუცილებელი არ არის. მე და ჩემი ძმა სულ ჩხუბობთ. არ მეკცევა როგორც დას. რა გავაკეთო რომ უყვარდე და თბილად მომექცეს? შენ ეცადე მოექცე ისე როგორც ძმას. შენ ეცადე. შენი მხრიდან რაც შეგიძლია ეს გააკეთე. და ილოცე მისთვის რომ ისიც ისე იქცეოდეს როგორც ძმას შეშვენის. გავადრო გაიზდებით და დაჭკვიანდებით მე რაღაცა იქ. მაგრამ ზოგჯერ ჩვენ მიკერძოებული ვარ ჩვენ თავზე და გონია რომ ჩვენ კარგად ვექცევით და მხოლოდ ის გვექცევა ცუდად. დაჯექი მოითმინე ცოტა. ჯობია მოთმინება ისწავლო, წყლის დალევის სწავლა ადვილია. აი მან ვერ ისწავლა მოთმინება, წყლის დალევა ისწავლა და შენ ცოტა მოითმინე. როცა ცოდებს მოვინანიებთ, აღარ გვექნება ცოდები? ეხლა მაგალითად მე რო დილით ადრე ავდექი, პირი დავიბანე და ხარ აღარ დავიბანო, აღარ მექნება დასაბანი? მე ყოველ დღე? ესე იგი ჩვენ ყოველ დღე გვაქვს ჩვენი ცოდები და ყოველ დღე სინანული გმართებს. იმის გამო რაც შეგვეშალა. რატოა ჯეჯილი საჭირო? ნახეთ ბავშვებო, ეს ჩვენი ხატვის წრის ბავშვებმა დახატეს.
აქ არის ჯეჯილიც, არის პასკოც, არის კვერცხი და სანთელი. ნუ ამ შემთხვევაში ჯეჯილზე რა შეიძლება ვთქვათ? ეს განასახიერებს ქრისტეს აღდგომას. ქრისტემ ასეთი რამ თქვა, პურის მარცვალიო, თუ მიწაში არ ჩავარდა და არ მოკვდა, ის მარტო იქნებაო, მაგრამ თუ ის მოკვდა, მრავალ ნაყოფს გამოიღებს. ქრისტე ჩვენთვის მოკვდა და მრავალი ადამიანი ცხონდება ამით, გესმით? ხო, მარცვალი ვარდება მიწაში, თუ თქვენ ბამბაზე თესავთ ხოლმე და მერე ამოდის ახალი სიცოცხლე. აი ესე ქრისტე მოკვდა ჩვენთვის ჩვენს და შემდეგ დრეთით აღდგა. მეგობარს ორზე მეტი შანსი თუ მიეცი, მაგრამ მაინც გულს ткენს, კიდე უნდა აპატიო თუ არაო. მოციქული პავლე, მოციქული პეტრემ აპატიეთ, მაცხოვარს ეკითხება. უფალო, რამდენჯერ ვაპატიო? ჩემს მიმართ შემწოდეს. და უფალმა უთხრა ასეთი რამე, რომ რამდენჯერაც მოვა და შენდობას გთხოვს, იმდენჯერ აპატია. სხვაგან ასეთ რამეს ეუბნება. 7 ჯერ ვაპატიო, რო ეკითხებს. თქვენ ხორს კითხულობთ და ორი უკვე ყელში ამოგივიდათ, რომ მესამეზე აღარ ფიქრობთ და იმან 7 კითხა. ანუ 7 ჯერ ვაპატიებთ, მერვე ჯერაც ვაპატიო? და უფალმა უთხრა, რომ აპატიო 70 გზის 7 ჯერო. მაშინ ახლა თქვენ გაამრავლეთ და მაგდენჯერ ვაპატიებთ. მერე მოდით და გეტყვით ეგ რას ნიშნავს 70 გზის 7 ჯერო ვაპატიო. აბა ჯერ მაგდენჯერ უნდა აპატიო. ეგ ნიშნავს იმას, რომ უსასრულოდ აპატია. კვირას დილით მაქვს ცეკვა. რის გამოც ვერ ვახერხებ წირვაზე სიარულს, რა ვქნაო? თქვენ ყოველ კვირა დილით ამ წერილის ავტორს ვეუბნებით, გახართ არჩევანის წინაშე. აკეთოთ სულიერი საქმე, თუ აკეთოთ ხორციელი. თქვენ როგორც ჩანს ხორციელს ირჩევთ. ვინც მტკიცია და იცის, რომ კვირა დღეს მით უმეტეს წირვის დროს სხვა არაფერი არ უნდა აკეთოს, იმას ეგ კითხვა არ უჩნდება. ის დგება და მიდის პირდაპირ წირვაზე. სულ არ აინტერესებს იმის იქით რა გაფუჭდება. იცი რატომ? ის ცეკვაც, სიმღერაც თუ ფეხბურთიც თუ ნებისმიერი სხვა რამ, მხოლოდ ამ წუთის სოფელში გამოგადგება. ისიც რამოდენიმე წელი. მაგრამ ის, რასაც შენ წირვაზე გააკეთებ, სულის გადარჩენის საქმე, ამ წუთის სოფელშიც ბოლომდე ეს გჭირდება და მარადიულ ცხოვრებას მოიპოვებ. ისე რომ არჩევანი თქვენზეა. არჩევანი თქვენზეა. თქვენ უნდა გააკეთოთ ბავშვებო არჩევანი მშობლებთან ერთად, თუ თქვენ ცოტა პატარები ხართ, მშობელმაც ბავშვს უნდა ასწავლოს არჩევანი სწორად გაკეთება. მშობელი თუ ეტყვის, რომ წამოშვილო ახლა ცეკვაზე წავიდეთ, ამით ბავშვს ასწავლის, რომ არჩევანი გააკეთოს ხორციელისკენ. მიწიერს და გააკეთოს არჩევანი. მერე სამწუხაროდ არაერთი მშობელი წუხს იმის გამო, რომ მის შვილი ვერ იქცევა ისე, როგორც მას მოეწონებოდა. მაგრამ ღმერთს მოსწონს ის, რაც მან ასწავლა თავის შვილს, იქნებ ღმერთსაც არ მოსწონს. და ჩვენ საბოლოო ჯამში გამოვგდის ისე, რომ ბავშვებს ვემდურებით იმაში, რაც ჩვენ ვასწავლეთ. სამწუხაროდ ესეც ხდება. ისე, რომ პრინციპული არჩევანი გააკეთო, გადადგა ნაბიჯი. როგორ ცეკვის მასწავლებლები გამოელია თუ როგორ არის საქმე? წირვა ყოველთვის კვირა დილით არის. შენც მიდი ისეთ მასწავლებელთან, რომელსაც არ ექნება იმ დროს, რომ სულიერ ცხოვრებაში ხელი შეგიშალოს. ლიზი, დაგვიჭერე. დაგვაპატიმრებენ. მაგიტო უფრო. ცხოველებს აქვთ სული, სად მიდიან სიკვდილის შემდეგ. სად მიდიან და მიწაში. სად წავენ. ცხოველებს სული არ აქვთ. თუმცა ზოგიერთს რო გკითხოთ, დღეს ცხოველს უფრო ძვირფასი სული აქვს, ვიდრე ადამიანს.
არაერთხელ მithქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რამდენი ლამძღაც არ უნდა მოვიდეს ამის გამო, ესე. ცხოველს პატივი უნდა სცე, როგორც ცხოველს. და ადამიანს უნდა სცე პატივი, როგორც ღვთის ხატებას და მსგავსებას. და ამათ შორის არის ძალიან დიდი განსხვავება. ცხოველს სჭირდება მოვლა, პატივისცემა, პატრონობა, დაყურება, მაგრამ არა ის რომ ადამიანის ადგილი ჩაანაცვლოს ცხოველმა. ეს არ შეშვება. ცხოველს აქვს სამშვინველი. ცხოველს არ აქვს ის უკვდავი სული, რაც ადამიანს აქვს. ეს მხოლოდ ადამიანს აქვს. რატომ არის პური ღმერთისო? იმიტომ რომ ღმერთმა მოგცა პურით და ყველაფერით და თან ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორედ პური გარდაიქმნება ქრისტეს ხორცად. ესეც ხო შემთხვევითი არ არის. ქრისტეს ხო შეეძლო სხვა რამეზე ეთქვა რომ ის გარდაიქმნება მის ხორცად. არადა ჩვენ ვიცით რომ სწორედ პური გარდაიქმნება ქრისტეს ხორცად და ღვინო გარდაიქმნება ქრისტეს სისხლად. ამიტომაც პურსა და ღვინოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სხვათა შორის ჩვენ თუ დავაკვირდებით ხორბლის ღვინის სამშობლო არის საქართველო. ამას მარტო ჩვენ კი არ ვამბობთ. აი საერთაშორისო დონეზე თუ ვისაც ხელი მიგიწვდებათ უცხოურ საიტებთან და ინგლისური კარგად იცით, მოიძიეთ სამშობლო ღვინისა და ხორბლისა და არა მარტო ღვინისა და ხორბლის, არამედ თაფლის სამშობლო. აღმოჩენილია ესე იგი თაფლის ნაშთები აქამდე ითვლებოდა ეგვიპტე, სადღაც 3500 წლის წინანდელი, მაგრამ ეხლა აღმოჩენილია ისეთი რამ, რაც ადასტურებს, რომ 5500 წლის წინ აქ ადამიანებს თაფლი ჰქონდათ. ამიტომაც ესეთი დასკვნაა გამოტანილი, რომ საქართველოს ითვლება თაფლის სამშობლოდ. მამო, რომელი წლიდან შეიძლება გადაცემის ბავშვების ვიდეოს გაყურებინებთო? არა, რაღაცა სხვა. რა? ხო, მაშინ დაუჯერებთ. რას დაგითხრა? რაც ადრეც ყოფილა აღარ ვიმეორებ. ნათესავს რომ შეუთანხმდეს გიორგობას ხარს მე გაუშვებ და შენ დაიჭირეო. კარგი იქნება რა? კარგია. ჰა? რაღაცა უნდა იწოლო, რაღაც უშვებ, რაღაცა უნდა არ გვეინო. მიუყვანე ბანი. და რა გამოვა? აი ეგ ლექსომიცის არბოს წმინდა გიორგის ტაძარში მსახურობს და მერე შეეკითხეთ ეგ ამბები მაგანიც. ეგ თავის მოტყუება. მოდი ორიოდე სიტყვა ვთქვათ გიორგობაზე. ეს რაღაცა მოწყენილია თუ მე მეჩვენე. გიორგობაზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა. თავარი არ არის ცხარი ბავშვები. წმინდა გიორგი, ცოტა აუწიეთ, თორე დავიღალებ. წმინდა გიორგი ქრისტეს სიყვარულისთვის, აი ტაძარში რასაც ვამბობთ, ქრისტეს სიყვარულისთვის ამდენი წამება მოითმინა. და ბოლოს სიკვდილი მოითმინა ქრისტეს სიყვარულისთვის. და ამა თუ იმ წმინდანის მიბაძვა, კიდევ კაი, თორე შემომეჭამა ეს მიკროფონი უკვე. ამა თუ იმ წმინდანის თაყვანისცემა საუკეთესო აზრით ნიშნავს იმ წმინდანის მიბაძვას. ეხლა სულ მოიწყი. ეხლა ცოტა შეაკეთებენ, მოიცადა? აბა? ეხლა კარგი.
ამა თუ იმ წმინდანის თაყვანისცემა ნიშნავს იმ წმინდანის მიბაძოს. ანუ შენ თუ გინდა რომ იმ დღეს გიორგობა სწორად აღნიშნო, წმინდა გიორგის უნდა მიბაძო ღვთისადმი სიყვარულში. და ეს დღე უნდა დაიწყო ზიარებით, წირვაზე წასვლით. ეს არის ყველაზე მთავარი. ზიარებამდე უნდა მოითმინო ის რომ დაუშვათ მარხვა შეინახო, იქ როცა წარმოთქვა ზიარების წინ. იქ ადამიანებთან რასაოცარი რამეა, ნახე წმინდა გიორგისთან დაკავშირებით ერთ-ერთ როცაში ასეთი რამ წერია, მე არაერთხელ მithქვამს ადრე. წმინდა გიორგის უხაროდა რომ ის ეწამებოდა ქრისტეს გულისთვის, მაგრამ ამავე დროს წუხდა დიოკლეტიანეს გამო, ანუ ვინც მას აწამებდა, იმის გამო წუხდა, რომ ამხელა ცოდვას იდებდა საკუთარ თავს. ამის გამო წუხდა. ესე იგი, ადამიანებთან მშვიდობა უნდა გქონდეს, რამდენადაც ეს ჩვენი მხრიდან არის შესაძლებელი. მაგრამ მე ახლა ვატყობ, რომ თქვენ ძალიან დაიღალეთ. თქვენ ძალიან დაიღალეთ. რა ვუყოთ, მაშინ დღეს აღარ ჩავთოთ ფილმი? კარგი. მაშინ ესე ვქნათ. ვინც ამბობს რომ ჩავრთოთო, იმან უყუროს, ვინც ამბობს რომ არ ჩავრთოთო, იმან თვალები დახუჭოს. ოღონდ თვალებთან ერთად პირიც უნდა დაკუმოს, ეგრე კი არ გამო. კარგი, მოდი ერთით ნახოთ და რატომ გვახვედრებს და ძალიან საინტერესო შეკითხვაა ბავშვი. რატომ გვახვედრებს და გვაყარებს ღმერთი ადამიანებს თუ ისინი სამუდამოდ არ იქნებიან ჩვენთან? რას გულისხმობთ, რომ გარდაიცვლებიან მაგას ეგ არ ნიშნავს რომ ჩვენთან აღარ იქნებიან. ხორციელი განშორება არ ნიშნავს განშორებას. თუ ამას გულისხმობთ. კარგი, მოდი ახლა ბავშვებო, ვისაც მართლა ატყობთ, ვინც მართლა ატყობთ, რომ თქვენ დაიღალეთ, ანუ არ შეგიძლიათ ამ ფილმის ყურება, ეს არადა ძალიან მნიშვნელოვანი ფილმია. მოდი ესე ვქნათ. მივცეთ საშუალება იმათ, ვისაც ამისი სურვილი აქვს. ჩვენ შეგვიძლია გარეთ გავიდეთ, ვინც დავიღალეთ, ეხლავე შეგვიძლია, ოღონდ რო ჩავრთოთ, მერე ნუ დაიწყებთ სიაროს. ეს ისეთი ფილმია, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ.